მოგესალმებით, ჩემო პატარებო. ვიწყებთ წილადებისა და აწილადების შესწავლას. ნახოთ, რა რიცხვებია ესენი, რას წარმოადგენენ და როგორ შეიძლება მათზე მოქმედებების ჩატარება. ყოველ შეფარდებას ემი შეფარდებული ენთან, სადაც ემი მთელი რიცხვია და ენი ნატურალური რიცხვი, ეწოდება რაციონალური რიცხვები და რაციონალურ რიცხვებს ავღნიშნავთ Q დიდი ასოთი. წილადი ეწოდება ერთიანის, ანუ მთელის რაღაც ნაწილს. ყოველი წილადი შეიძლება ჩაიწეროს როგორც ემი შეფარდებული ენთან, სადაც ენი არის მნიშვნელი და აჩვენებს რამდენ ტოლ ნაწილად არის დაყოფილი მთელი, ემი არის მრიცხველი და მიჩვენებს რამდენი ასეთი ნაწილია აღებული. მოცემულ ნახაზზე არის წრე, რომელიც დაყოფილია 8 ტოლ ნაწილად და ამ 8 ტოლი ნაწილიდან დაშტრეხულია 3. ანუ თუ მინდა ვთქვა, რა ნაწილია დაშტრეხული ნახაზზე, მე შემიძლია ვთქვა, რომ დაშტრეხულია 3/8 ნაწილი. რვიანი არის მნიშვნელი და მიჩვენებს, რომ წრე დაყოფილია 8 ტოლ ნაწილად, 3-იანი არის მრიცხველი და მიჩვენებს, რომ აღებულია ასეთი 3 ნაწილი. მოდით გავარჩიოთ ნახაზებზე, თითოეულ ნახაზზე რა ნაწილია გაფერადებული. პირველ ნახაზზე სამკუთხედი 2 ტოლ ნაწილად არის დაყოფილი და ერთი ნაწილია გაფერადებული, ანუ მოცემული მაქვს წილადი 1/2, მეორე ნახაზზე გაფერადებული მაქვს 2/3, მესამე ნახაზზე გაფერადებული მაქვს 5/6. თუ ნახაზებს კარგად დააკვირდებით შემდგომში, კარგად მიხვდებით თქვენ თვითონაც და დაინახავთ, რომ აქ გაფერადებულია 3/4 ნაწილი, აქაც 3/4, აქ 1/3. ქვედა სტრიქონში გაფერადებულია 2/4 ნაწილი, 7/8 ნაწილი და 1/4 ნაწილი. აი ამ ნახაზზე მოცემული ფიგურებიდან თუ რა ნაწილია გაფერადებული და თითოეული ნახაზისათვის რომელი წილადი შეიძლება ჩაწერო, თქვენთვის მომინდია შემამოწმეთ, სწორად მაქვს თუ არა წილადები ჩაწერილი. წილადები გვაქვს წესიერი, არაწესიერი და შერეული. წესიერი ეწოდება წილადებს, რომლის მრიცხველი ნაკლებია ნიშნელზე. აი ჩამოთვლილია 3 წილადი, 2/9, 13/153 და 27/22. თუ დააკვირდებით, 3-ვე ამ წილადის მრიცხველი ნაკლებია ნიშნელზე. წილადს ეწოდება არაწესიერი, თუ მრიცხველი მეტია ნიშნელზე. 17/16, 125/38, 5/13. 3-ვე ამ წილადში მრიცხველი მეტია ნიშნელზე. წილადს ეწოდება შერეული, თუ მას ახლავს მთელი. 3/2, 2/9, 156/5, 5/12, 56/3, 3/4. ესენი შერეული წილადებია. ნებისმიერი წესიერი წილადი ყოველთვის ნაკლებია 1-ზე, ხოლო ნებისმიერი არაწესიერი წილადი ყოველთვის მეტია 1-ზე, ხოლო თუ წილადის მრიცხველი და მნიშვნელი ერთმანეთის ტოლია, ასეთი წილადი ყოველთვის 1-ს უდრის. წილადი 2/4 და 1/2 ერთმანეთის ტოლია. დავაკვირდეთ, თუ 2/4 ამ წილადის მრიცხველს და მნიშვნელს ერთდროულად გავყოფთ 2-ზე, მაშინ მივიღებთ წილადს, რომელიც არის 1/2. ანუ აქედან გამომდინარეობს წილადის ძირითადი თვისება. თუ წილადის მრიცხველსა და მნიშვნელს ერთდროულად გავყოფთ ან გავამრავლებთ ერთსა და იმავე რიცხვზე, მაშინ ამ წილადის მნიშვნელობა არ შეიცვლება. წილადის მრიცხველისა და მნიშვნელის გაყოფას ერთსა და იმავე რიცხვზე შეკვეცა ეწოდება. 256 და 584 ორივე იყოფა 8-ზე. თუ ერთდროულად ორივე ამ რიცხვს გავყოფთ 8-ზე, მივიღებთ მოცემული წილადის
ტოლ წილადს, რომელიც იქნება 72-73. ტოლმნიშვნელიანი წილებიდან ის არის მეტი, რომლის მრიცხველიც მეტია. 6/9 მეტია 5/9-ზე, რადგან მათ მნიშვნელები ტოლი აქვთ და 6-იანი მეტია 5-ზე. ტოლმრიცხველიანი წილებიდან ისაა მეტი, რომლის მნიშვნელიც ნაკლებია. 6/13 მეტია 6/17-ზე, რიცხველები ტოლი აქვთ, ხოლო 13 ნაკლებია 17-ზე. სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შედარებისას საჭიროა აუცილებლად ისინი გავაერთმნიშვნელიანოთ, ანუ ნიშნელი ერთნაირი გავხადოთ. 2/3 და 3/4 რომ შევადაროთ, უნდა ვიპოვოთ 3-ის და 4-ის უმცირესი საერთო ჯერადი. ასეთი რიცხვი არის 12. გამოვიყენოთ წილადის ძირითადი თვისება და პირველი წილადის მრიცხველიც და მნიშვნელიც გავამრავლოთ 4-ზე და მივიღებთ 8/12-ს. მეორე წილადის მრიცხველი და მნიშვნელი გავამრავლოთ 3-ზე და მივიღებთ 9/12-ს. ეხლა ძალიან ადვილია შედარება. 9/12 მეტი იქნება 8/12-ზე. ან პირიქით 8/12 ნაკლებია 9/12-ზე. შესაბამისად 2/3 ნაკლები იქნება 3/4-ზე. არაწესიერი წილადი შეიძლება ჩავწეროთ შერეული წილადის სახით. ანუ გამოვყოთ მთელი არაწესიერი წილადიდან. ამისათვის საჭიროა წილადის მრიცხველი გავყოთ ნიშნელზე. განაყოფი ჩავწეროთ მთელის ადგილას, ნაშთი ჩავწეროთ მრიცხველში, ნიშნელი გადავიტანოთ იგივე. 19/13-დან რომ გავავყოთ მთელი, 19 უნდა გავყოთ 3-ზე, 6 მექნება განაყოფი, რომელიც მთელის ადგილას დაიწერება, 1 მექნება ნაშთი, რომელიც დაიწერება მრიცხველში, ნიშნელი გადავა უცვლელი. შერეული წილადი, რომ გადავაქციოთ არაწესიერ წილადად, საჭიროა მთელი გავამრავლოთ მნიშვნელზე, დავუმატოთ მრიცხველი, მიღებული პასუხი დავწეროთ მრიცხველში, ნიშნელი გადავიტანოთ იგივე. 3/2 რომ გადავაქციო არაწესიერ წილადად, მივიღებ 17/5-ს. ტოლმნიშნელიანი წილადების შეკრება გამოკლებისას მოქმედებას ვაწარმოებთ მხოლოდ მის მრიცხველებზე. ნიშნელი გადაგვაქვს უცვლელი. 4/17-ს მივუმატოთ 2/17, საჭიროა 4 და 2 შევკრიბოთ, ნიშნელი გადავიტანოთ უცვლელი. შესაბამისად მექნება 6/17. თუ წილადები არატოლი მნიშვნელებით არიან, მაშინ საჭიროა ისინი ჯერ გავაერთმნიშნელიანოთ და შემდეგ შევკრიბოთ. შერეული წილადების შეკრება გამოკლებისას აუცილებელია ჯერ მოქმედება ვაწარმოოთ მთელ ნაწილებზე, ხოლო შემდეგ წილად ნაწილებზე. 14/1/2-ს დავუმატოთ 11/3/5, ჯერ მთელს დავუმატებ მთელს, მერე 1/2-ს და 3/5-ს გავაერთმნიშნელიანოთ, ვიპოვე უმცირესი საერთო ჯერადი ამ ორი რიცხვის, შესაბამისად მივიღებ 25/29/40-ს. წილადების გამრავლების დროს მრიცხველი მრავლდება მრიცხველზე, ნიშნელი კი ნიშნელზე. თუ შერეული წილადები მაქვს, აუცილებელია ჯერ ისინი გადავაქციოთ არაწესიერ წიladebat და გამრავლება შევასრულოთ შემდეგ. 2/7 გამრავლებული 5/9-ზე მრიცხველი მრავლდება მრიცხველზე, ნიშნელი მრავლდება ნიშნელზე. მივიღებთ 10/73-ს. 3/1/2 რო გავამრავლო 2/5/6-ზე, საჭიროა თითოეული მათგანი გადავაქციო არაწესიერ წილადად, შევასრულო გამრავლება და მიღებული პასუხიდან აუცილებლად გამოვყო მთელი. ბოლოს თუ შესაკვეცია, ისიც შევკვეცოთ. წილადი რომ გავყოთ წილადზე, საჭიროა
პირველი წილადი გავამრავლოთ მეორე წილადის შებრუნებულ წილადზე. თუ შერეული წილადები გვაქვს, აქაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჯერ ისინი უნდა გადავაქციოთ არაწესიერ წიладებად და გაყოფა შემდეგ შევასრულოთ. 19-11 გავყოთ 3-22-ზე, ეს იგივეა, რაც 19-11 გავამრავლოთ 22-13-ზე. მოცემულ შემთხვევაში, სანამ გამრავლებას შევასრულებ, ჯერ შევკვეცავ შესაბამის რიცხვებს, პასუხად მივიღებ 6. შერეული წილადების გაყოფის დროს აუცილებელია პირველ რიგში თითოეული შერეული წილადი გადავაქციოთ არაწესიერ წილადად და შემდეგ შევასრულოთ გაყოფა. წილადებს, რომელთა მნიშვნელები ჩაწერილია 1-სა და 0-საგან შედგენილი რიცხვებისგან, ეწოდებათ 10 წილადები. 3,2 ჩაიწერება 3 ძიმე 2 327 მეათიათასედი ჩაიწერება 0,0327 მეათიათასედი. 504 მეათასედი ჩაიწერება 0,504 მეათასედი. პირველ 10 წილადში ორიანი არის მეათედი ნაწილი, მეორე 10 წილადში 0 არის მეათედი ნაწილი, 3 მეასედი, ორიანი არის მეათასედი, ხოლო 7-იანი არის მეათიათასედი. 10 წილადს რომ 10 წილადი დავუმატოთ, ანუ 10 წილადები რომ შევკრიბოთ და გამოვაკლოთ. ისინი უნდა ჩავწეროთ ერთმანეთის ქვეშ, ისე რომ მძიმე მოთავსდეს მძიმის ქვეშ. შემდეგ შევასრულოთ შეკრება ან გამოკლება და მძიმე ჩამოვიტანოთ იგივე სვეტში, სადაც ეწერა. 10 წილადების გასამრავლებლად ისინი უნდა გავამრავლოთ როგორც მთელი რიცხვები. მძიმეებს ყურადღებას არ ვაქცევთ. მიღებულ ნამრავლში, რომელსაც მივიღებთ, მძიმე უნდა გადავიტანოთ მარჯვნიდან მარცხნივ იმდენ ნიშანზე, რამდენი ციფრით დგას მძიმის მარჯვნივ ორივე თანამამრავლში ერთად. 3,7 მეასედი რო გავამრავლოთ 1,2-ზე, გამრავლებას შევასრულებთ ჩვეულებრივად ისე, რომ მძიმეებს ყურადღებას არ მივაქცევთ, მივიღებთ 3684. ეხლა ვაკვირდებით. პირველ თანამამრავლში 2 ციფრია მძიმის მარჯვნივ, მეორე თანამამრავლში 1 ციფრია მძიმის მარჯვნივ. ანუ ნამრავლში მძიმე უნდა გამოვყო მარჯვნიდან მარცხნივ 3 ერთეულზე. 10 წილადი რომ გავყოთ მთელზე, საჭიროა ჯერ მთელი ნაწილი გავყოთ მთელზე, რაც მოგცემს განაყოფში ასევე მთელ ნაწილს, ხოლო შემდეგ გავაგრძელოთ გაყოფა. 39,16 მეასედი რომ გავყოთ 4-ზე, ჯერ უნდა ვნახოთ 39-ში რამდენჯერ მოთავსდება 16. მოთავსდა 9-ჯერ, ანუ მთელზე უკვე გავყავით, შემდეგ ვაგრძელებთ გაყოფას, შესაბამისად მივიღებთ 9,79. 10 წილადების გაყოფისას ჯერ საჭიროა მძიმე გადავაადგილოთ გასაყოფშიც და გამყოფშიც იმდენივე ციფრით მარჯვნივ, რამდენი ციფრიც არის გამყოფში, მძიმის მარჯვნივ და შემდეგ შევასრულოთ გაყოფა. 8,6 მეასედი რომ გავყოთ 3,1-ზე, მძიმე უნდა გადავიტანოთ გასაყოფშიც და გამყოფშიც 1 ერთეულზე, რადგან გამყოფში მძიმის მარჯვნივ 1 ერთეული მაქვს, ანუ 80,6 უნდა გავყოთ 31-ზე. შესაბამისად, მივიღებთ 2,6. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს მასალა იყო, რაც თქვენთვის მინდოდა მომეთხრო წილადებზე და 10 წილადებზე.